გაუმარჯოს YouTube-ს და ჩვენი არხის მაყურებლებს ყველას მოგესალმებით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ასეთი განსხვავებული მოდელი ბატისტა რიცინის ვერტიკალური ლულებით თოფი 20 კალიბრი. სანამ უშუალოდ საცდელ სრულებზე გადავალთ, მოკლედ რაც მახსოვს ამ თოფის შესახებ ვეცდები მოგიყვეთ ახლა. ვიცოდი რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა. თოფი ახლა იმყოფება დაშლილ მდგომარეობაში. თავისი წარწერით რიცინი ორივე მხრიდან. საკმაოდ მაღალი ხარისხის ნამუშევარია. მისი ლულის სიგრძე შეადგენს 71 სანტიმეტრს, ახლა გავზომავთ და გაჩვენებთ. აი 71 სანტიმეტრია მისი ლულების სიგრძე. თან მოყვა კომპლექტში მხოლოდ 2 ჩოკი. ეს არის ნახევარი ჩოკი და სრული ჩოკი, ანუ როგორც ამბობენ, ერთი არის 3 ჭრილით და მეორე არის 1 ჭრილით. ვერ ხედავთ ალბათ. და ამ ჩოკების სიგრძე არის ეგეც გავზომოთ 70 მილიმეტრი და ჩოკებს ხრახნი აქვს წელის შუა ადგილზე. ახლა ამ ჩინურ შტანგელს თავისი პატარა ცდომილება აქვს და რაღაც მიასედებში. მაგრამ გეტყვით რომ ჩოკის სიგრძე არის 70 მილიმეტრი და ხრახნი აქვს შუა ადგილას. სავარაუდოდ ეს არის, როგორც თუ სწორად მახსოვს, ამას ქვია კრიო ჩოკები. სხვა არ მოყვა და თუ ვინმე მიცით 20 კალიბრის ამ კრიო ჩოკების დამატებითად ჩოკის შეძენა, ეს იქნება ცილინდრი, იქნება 5 ჭრილიანი, 4-იანი, 2 ჭრილიანი, იქნება რაღაცა მიგვასწავლოთ, სადაც შეიძლება საქართველოში ამ ჩოკების შეძენა. რომ სრული კომპლექტით იქნეს ეს თოფი აღჭურვილი. თოფი დაახლოებით 4000 ლარი დაჯდა. არის ერთი თვის წინ ნაყიდი. სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე და ფასი მერყეობს 3800-დან 4000 ლარის ფარგლებში. თვითონ რა შეიძლება კომპანია რიცინის თქმა ბატისტა რიცინი, როგორც მახსოვს 1965 წელს არის დაარსებული და ეს არის წმინდა წყლის ესეთი საოჯახო ბიზნესი არის. ეს ძალიან დიდი საწარმოც არ არის. ხო და მაგ საწარმოს რო შეხედავთ, ერთი მოზრდილი კერძო სახლი გეგონებათ. ხის მასალას იყენებენ თურქული წარმოების, ანუ თურქული წარმომავლობის მაღალი ხარისხის კაკალს, თუმცა ამ შემთხვევაში რაიმე ისეთი აჭრელებული და ძალიან განსხვავებული ნახატიც არ არის. ეს არის სერიული წარმოების მოდელი. აქ აწერია აი BR10.
აგერ არის მითითებული ამ მოდელის სახელი. კაცო დაფოკუსება უჭირს ცოტა. უკაცრავად BR 110 შეცდომით თქვი. როგორც თუ სწორად მახსოვს ბატისტა რიცინის წარმოება ლულების ფოლადად იყენებს ფრანგულ ფოლადს. თავისი ნიკელი, მოლიბდენი, ქრომის შემცველობით. და ამ ლულის გამოცდა ძალიან მაღალ წნევებზე ხდება. როდესაც გადის გამოცდებს, სროლები თავისთავად, მაგრამ თვითონ აი წნევით შემოწმებაც ხდება ამ ლულების, ხო, აქ აწერია, ინახეთ. წარწერა აქვს. რიცინი მარჩენო თუ ეს ქალაქი არის. იქნებ გამოვაჩინო ახლა. სადაც მდებარეობს მისი წარმოება. არაფრით არ უნდა დაფოკუსება. იქნებ გამოვაჩინოთ. რიცინი მარჩენო. ეს არის პატარა ქალაქი. იტალიის ცნობილი ქალაქი ბრეშიას ჩრდილოეთით. როგორც გითხარით, ეს არ არის საცალო მოდელი, ეს არის ჩვეულებრივი სერიული წარმოების მაღალი ხარისხის კაკლის მასალით დამზადებული ტიბჟირი და კონდახი. მისი წონა შეადგენს ზუსტად 3 კილოგრამს და აქ აღენიშნება ესეთი სელექტორული მართვა აქვს ამის ლულების. გადართავთ პირველი გაისვრის ზედას, თუ დააბრუნებთ უკან, პირველი გავარდება ქვედა ლულა. ხო, ეს არის ერთსასხლეტიანი, როგორც ხედავთ. ერთსასხლეტიანი თოფი არის. დღეს გვექნება ორი ტიპის ვაზნებით სროლა. ეს არის 10 ნომერი, 25 გრამიანი, ბიურის პიშზე, ბორნაჩის წარმოება. თქვია და მეორეც იგივე ბორნაჩი. ეს არის უკვე 5 ნომერი, 28 გრამიანი. სავარაუდოდ ამას ეს უკვე კონტეინერშია, რადგანაც ბიური არ აწერია. რა თქმა უნდა, ლულები გათვლილია ასევე ფოლადის საფანტის სასრულად. აქ ეხლა სადღაც კიდევ ნახე წარწერები და მინდა გაჩვენოთ. 2076-ია ეს მაგნუმი. სამწუხაროდ ვერ ვაჩენ აი კარგად. კამერას დაფოკუსება უწევს, თორე ეს ყველა წარწერა აქვს თავისი დამღებით. ექვევით აწერია აქ still shot ამ ადგილას. თუ გამოვაჩინე, წაგაკითხებთ.
თილშოთ, ანუ ფოლადის საფანდი. ბევრი დამღები აქვს თავისი ხარისხის კონტროლის. რაც კიდე სხვა რა ვისაუბრო. უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა ამ თოფის შესახებ საუბარი. მაგრამ აი თეორიული მასალაში ეს ძალიან ზერელეთ ვიცი და ძალიან ისეთი ზოგადი. როგორც სიტყვიან, ეგზემპლარს ჩვენამდე არ მოუღწევია, ნაწარმოები წაკითხული არ აგვაქვსო. თორე უფრო ვრცლად და უფრო დაწვრილებით ვისაუბრებდით. ჩვენ შეგვეძლო უფრო ცლად გველაპარაკა. დიახ. მოსარიდებელი არაფერი გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნაწარმოები არ აქვს დაკითხული. ეგზემპლარები ჩვენამდე არ მოსულა. ამიტომ ეხლა ავაწყოთ ეს ნელ-ნელა. და გადავინაცვლოთ ჩვენს სასრულ პოლიგონზე. ძალიან ლამაზი, ძალიან დახვეწილი და ძალიან ხარისხიანი ნამუშევარია. სულ ეს იყო 1-2 სიტყვით. რისი თქმაც მინდოდა და დანარჩენს უკვე ადგილზე ვნახავთ. რა შედეგებს მოიტანს და როგორ დააზიანებს სამიზნეს. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად იტალიურ თოფებში და არა მარტო იტალიურში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩოკები ჩავსვით, ეხლა ლუნებსაც დავაბრუნებთ თავის ადგილზე. ესე გამოიყურება ეს სილამაზე. მოდით ახლა გადავინაცვლოთ ჩვენს პოლიგონზე და დავცხოთ ჩვენი გულის გასახარად. გამოვედით გარეთ მეორე ნაწილის გადასაღებად, რაც ითვალისწინებს რიცინის 20 კალიბრიდან პრაქტიკულ სროლას. როგორც უკვე გითხარით, გავისვრით ორი ტიპის ვაზნას, ეს არის ბორნაჩის 10 ნომერი B2, ანუ კონტეინერო, ჩვეულებრივ პლასტიკის პირზე 25 გრამიანს. 10 ნომრებს გავისვრით 25 მეტრიდან, წინდევს 25 მეტრიანზე ქვა, ეგრე ჩვენი სამიზნე და 5 ნომრებს, ორ წელს 5 ნომერს გავისვრით, აგერ ამ ქვასთან არის 35 მეტრი გადაზომილი, 35 მეტრის მანძილიდან. ჩვენიერი ამინდია დღეს, ცოტა არ იყოს ისეთი ფიცხი მზეა, რომ ცოტა იკბინება. უჩვეულოთ რაღაცნაირად სიცხავს მზე. გავმართოთ თოფი და გავისროლოთ. მოდივართ აქ 25 მეტრიან ნიშნულთან. აი ზუსტად ამ ქვიდან სამიზნემდე არის 25 მეტრი. ორივე გავისროლოთ თითო-თითო რიგრიგობით და შემდეგ გადავიდეთ 5 ნომრებზე
10 მეტრის დაშორებით ამ მანძილიდან კიდე. აქ აქვს ისე არის ეს დაყენებული, რომ ერთსასხლეტიანი როა, როგორც უკვე აღნიშნე, პირველი უნდა გაისროლოს ქვედა ლულა, მერე გადავრთავთ და მეორეს გავისვრით ზედას. ხო, დამავიწყდა მე თქვა, ეჯექტორებზეა თოფი. აი, ვდებთ. არა, არ გაისროლა. ესე იგი, ეს ორი წერტილი ზედა ლულაა. მაგრამ ჩვენ ზედა ლულა არ გვინდა. ზედა ლულა არ გვინდა, ჯერ უნდა გავისროლოთ ქვედა ლულა, ამიტომ ეს სელექტორი გადავრთოთ. ისეთი საკმაოდ დიდი დარტყმა ვიგრძენი. ისე საკმაოდ ძაფრი და მკვახი დარტყმა ვიგრძენი მხარში. ხო მივიდეთ რომ მოვნიშნოთ. შორიდან რაც ვნახე, ეს ბიორის პიჟი სამიზნეს მოხვდა. და საფანთან ერთად დააზიანა. არ ველოდი ესეთ მკვახე უგუცემას. აი. არა უშავს, კარგად არის განაწილებული, აი სადა მონახვედრი პიჟის. ხო და ეხლა კარგად რომ დაინახოთ უფრო მოვნიშნავ მარკერით. ეს იყო პირველი გასროლის შედეგი. ვაზნა ბორნაჯი ბიორის პიჟზე 25 მეტრი, ნომერი 10, 25 გრამი, ქვედა ლულა 0.5 შევიწროვებით. ნახევარი ჩოკი, იგივე 3 ჭრილი. შედეგი გვაქვს აი ასეთი. ალბათ ხედავთ. ეხლა გინდა ტრაბახობაში ჩამომართვით და ვაზნის დატენვაში ბორნაჯის ვაჯობე. წინა ვიდეოზე კი მართალია 16 კალიბრით ვისროდი, მაგრამ სულ 1 გრამი იყო განსხვავება, 26 გრამებს ვისროდი მაშინ და გაცილებით განაწილება უკეთესი იყო. თან რაც არ მომეწონა, ეთყობა დენთი გადამეტებულად ყრია. ძალიან მკვახე დარტყმა აქვს. დენთი ახლა აქ უეჭველი ნობელ სპორტი იქნება და აუცილებლად არის დოზირება შესამცირებელი. ცოდვა მონადირე ახლა ამით მწყერზე რო გავიდეს და მთელი დილა აბაგუნოს ჩამოუნგრევს მხარს. როგორც უკვე გირთხარით, აი სელექტორზე როდესაც გადასართულზე აყენია ერთი წერტილი, პირველი ვარდება ქვედა ლულა. ეხლა ჩვენ უნდა ვისროლოთ პირველი ზედა ლულიდან, ამიტომ გადმოვრთოთ ორ წერტილზე. თავიდან მე პირიქით მეგონა. ესე იგი ზედა ლულა არაერთხელ აღვნიშნეთ, უკვე არის სრული ჩოკი, 1 ჭრილით და იგივე 10 ნომერი. ეხლა გავისროლოთ 25 გრამიანი ზედა ლულით. ისევ 25 მეტრი და ამჯერად სრული ჩოკით 10 ნომერ საფანს ვისვრით. გასროლა იყო მოულოდნელი, ჩემთვის ისე თანაბრად ვაჭერდი სასხლეთს. წესით ცენტრი კარგად უნდა იყოს დაზიანებული, მაგრამ აი უკუცემა არ მომწონს რა. აშკარად ამ ვაზნას გადამეტებული ისა აქვს დენთის დოზა. თითქოს ამჯერად პიჟი აღარ მოხვედრია სამიზნეს. გახეული არ არის, მაგრამ აი მაინც უნდა მივიდეთ და
დავნიშნოთ მარკერით ყველა წერტილი, რომ ვიდეოზე კარგად დაინახოთ. წესი და კანონით ეხლა უნდა იყოს უფრო მჭიდროდ დალაგებული. არ ვიცი, თითქმის ერთია რა სურათი, მე ვიდეო გააჩერეთ და ნახეთ, ეხლა მოვნიშნავ და გაჩვენებთ. ეს იყო მეორე გასროლის შედეგი. 10 ნომერი საფანტი 25 მეტრიდან 1-დან 0 შევიწროვებით, ანუ სრული ჩოკი 1 ჭრილი. ვაზნა ბორნაჭი. და აი ასეთი გადანაწილებაა საფანტის ამ სამიზნე დაფაზე. მართალი გითხრათ, ეს სრული ჩოკიდან უფრო მესიმპათიურება ამის საფანტის გადანაწილება ვიდრე უფრო განიერი ნახევარი ჩოკიდან. მომდევნო ორი გასროლა, როგორც უკვე იცით, გვექნება 5 ნომრით. 5 ნომერი 28 გრამიანი ვაზნა. ეს ალბათ კონტეინერშია უკვე. ეხლა ჩვენ გადმოვრთოთ სელექტორი ისევ ერთიანზე, რომ პირველი ქვედა გაისროლოს 3 ჭრილით. და აგერ იქ რო არის, პირდაპირ 35 მეტრია, იქიდან ვხიოთ 5 ნომრები. ნუ კარგი ის არის, რომ 5 ნომერი გაცილებით ნაკლებია მარცვალი და ნაკლები დამარკერება მოგვიწევს. მთელი ვიდეო გადაღების 80% ამის დამარკერებას მეაქვს, განსაკუთრებით თუ 10 ნომერს და 11 სისვრი. იმდენი მარცვალია ხოლმე. და თან არა ჩანს ისე კარგად, რომ ვიდეოს რო უღებ, თუ არ დაამარკერე, კარგად არა ჩანს ხოლმე და მაგიტო გვაწვალებს. 35 მეტრი თოფი ბატისტა რიცინი 20 კალიბრი. ქვედა ლულა 05, ანუ იგივე 3 ჭრილის შევიწროება, ნახევარი ჩოკი, ვაზნა ნომერი 5, 28 გრამი. ეხლა ვიღაცა იტყვის, ყოველ წუთში ერთი და იგივე სატო იმეორებო და არ მეხალისება, ეს ხალხი გადახვევით უყურებს ხოლმე და მე იგივეს კითხულობს, რაც უკვე ნათქვამი მაქვს და ასე რომ მირჩევნია ყოველ ჯერზე გასროლის წინ ხელახლა თქვა რას ვისვრი და რა ნომერს. დავტენოთ. ესეც ჩვენი მესამე გასროლის შედეგი. 5 ნომერი 28 გრამი 1-დან 0 სრული ჩოკით, ანუ 1 ჭრილით. მანძილი 35 მეტრიდან ბორნაჯის ვაზნა კონტეინერში. აი ესეთი სურათია სამიზნეზე მიღებული. მართალი გითხრათ, არ მომწონს. ხო, ისიც მინდა დავამატო, რომ ამ 28 გრამიან ვაზნას შედარებით ნაკლები ქონდა უცემა, ვიდრე იმ 10 ნომრებს 25 გრამიანებს. მომანგრია მხარი. ეს სიტყვით ეს ბორნაჯის ვაზნები არის გადასახედი და ამ თოფიდან გადასროლა იქნება კარგი სტერლინგის 20 კალიბრის ვაზნების. ესეთია. ესაა ჩემი კომენტარი. სელექტორი ისევ გადმოვრთოთ თოფზე. გამოვაჩინოთ ორი წერტილი, რომ პირველი გასროლა გავარდეს ზედა ლულა. და დღევანდელი დღის მეხუთე საფინალო გასროლა. ბორნაჯის 5 ნომერი. კალიბრი 20.
28 გრამიანი ვაზნა. ემწუთას უკვე ვთქვი, რასაც ვისვრი. აღარ გამეორდები ამ ერთხელ. და ვისვრით 35 მეტრიდან. ესეც დღევანდელი დღის საფინალო მეოთხე გასროლის შედეგის გაჩვენებთ ახლა, რომელიც იყო 5 ნომერი 28 გრამიანი ვაზნა, ნასროლი 1 ჭრილიანი სრული ჩოკით, 35 მეტრის მანძილიდან. ბორნაჩის ვაზნა კონტეინერში. ასეთი მასხარაობა მივიღეთ. ჩემი ვარაუდით ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, რაც დავაკვირდი. კონტეინერის ფრთა არ არის გახსნილი, ვერ პოულობ ახლა სადღაც სამიზნის მიმართულებითაც არა, თვალი მოვკარი, სადღაც გვერდზე წაიღო კონტეინერი და თუმცა სამიზნე თამასას ისე უყურებდი, ჩვეულებრივად რა როგორც უმიზნებ ხოლმე, ამ სტაფილოსფერ ლაქავს უსწორებდი, აი სადაც ეს მოხვედრილია ეს ერთი მარცვალი და აშკარად გადანაცვლებულია ზედა მხარეს. ანუ შეიძლება ერთი ან ორი ფრთა გაიხადა, წაიღო კონტეინერი, სანამ სამიზნემდე მოვიდო და საერთოდ გააცილა მიზანს. ერთ სიტყვით ჩემი რჩევა იქნება, ვისაც ხელგეწიფებათ და გაქვთ საშუალება, თქვენით დატენეთ ვაზნები, რომ აღარ იყოთ ამ კონტეინერის გახსნაზე დამოკიდებული. ან საერთოდ ბიორები იყიდეთ. აშკარად არ მომეწონა. და როგორც წეღანა ვთქვი, შესამოწმებელია სტერლინგის 20 კალიბრი. თუ სტერლინგზეც იგივე სამასხარაო შედეგები მივიღეთ, მაშინ ჯობია ვიყიდოთ სატენი და ჩვენ თვითონ ტენოთ 20 კალიბრზე. სხვა გამოსავალი არ არის. ან ახალი ვაზნას როცა იყიდით, უნდა დაშალო კონტეინერს ხელოვნურად ჩაუჭრა ფრთები და მე ისევ ხელახლა მოახვია. ეს სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდა, რისი გადმოცემაც მინდოდა თქვენთვის. ხო და დღეს ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, დაგვიკომენტარეთ. ხო, თხოვნა იქნება კიდე როგორც გითხარით, იქნებ ამ თოფის ჩოკებზე ვინმემ დაგვაკვალიანოთ, რა ზომაა, როგორ არის ვიდეოს დასაწყისში დავდეთ. უეჭველი გვინდა 2 ცალი ცილინდრი, 2 ერთნაირი ცილინდრი. ნახევარი ჩოკი გვაქვს, სრული ჩოკი გვაქვს. მეტი ალბათ საკმარისი იქნება. თუ არა და სრულ ნაკრებამდე შეიძლება შევსება ყველა ნომრები, მაგრამ ცილინდრი გვინდა 2 ცალი. აბა კარგად იყავით. დროებით გამოწერა არ დაგავიწყდეთ არხის და დალაიქება.